შუადღე მშვიდობის დღეს პარასკევია და ტრადიციულად რადიო იმედის ეთერშია სპორტის თემა. დღეს ვისაუბრებთ ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და დავიწყებთ ხელბურთით. 8 მაისს 17 საათზე ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ხელბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პრინციპში გადამწყვეტი მატჩი აქვს საბერძნეთის წინააღმდეგ. ეხლავე გეტყვით, რომ გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია და აუცილებლად გეპატიჟებით მეც როგორც ერთი გულშემატკივარი არენაზე, იმიტომ რომ ჩვენს ხელბურთელებს მხარდაჭერა სჭირდებათ. გიორგი ლაპიაშვილი საქართველოს ხელბურთის ნაკრების წევრი არის დღეს ჩვენთან ერთად სტუდიაში და მასთან ერთად ვისაუბრებთ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ. გიორგი, გამარჯობა, მადლობთ რომ გვეწვიეთ. გამარჯობა, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მოკლედ უახლოვდებით ამ მნიშვნელოვან თარიღს, ბუნებრივია ემოციური თვალსაზრისითაც ნელა ტემპერატურა იწევს. მოდი ჯერ გითხარით როდის იწყება მზადება, გუნდი როდის შეიკრიბება, რამდენი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სრულყოფილი სავარჯიშო პროცესი განხორციელდეს ჩვენ ნაკრებში. კი, მოგეხსენებათ, გუნდის დიდი ნაწილი არიან ლეგიონერები, შესაბამისად, თამაშის გაფიკიდან გამომდინარე ძირითადად უწევთ ხოლმე რამდენიმე დღით ადრე ჩამოსვლა, როგორც ყველა სპორტში ასე ხდება. თუმცა ადგილობრივი მოთამაშეები, ვინც საქართველოს ჩემპიონატში ვართ, უკვე იმ კვირიდან დავიწყებთ შეკრებას, ვარჯიშებს, შევამზადებთ ნიადაგს, ასე ვთქვათ და უკვე ნელ-ნელა შემოგვიერთებიან ლეგიონერები. ალბათ 3-4 დღით ადრე უკვე ყველანი ჩამოსულები იქნებიან საქართველოში და შევძლებთ სრული შემადგენლობით ვარჯიშს, თუმცა არ არის დიდი დრო, მაგრამ იმედია რომ გამოვიყენებთ და მაქსიმალურად პროდუქტიულად ჩავატარებთ ამ ვარჯიშს. იქიდან გამომდინარე, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა პრინციპში ჩამოყალიბებულია უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ალბათ ეს პლუსიც არის აი ამ გრაფიკიდან გამომდინარე. კი, რა თქმა უნდა, როდესაც მოთამაშეს იცნობ, დიდი ხანია თამაშობ მასთან, უკვე გესმის იცი როგორი სტილის არის, როგორი პასი ურჩევნია რომ მიიღოს, ან როგორ თამაშობს, როგორი სტილით და გეხმარება ეს იმაში, რომ ასე ვთქვათ, ბევრი გაუგებრობა აირიდო თამაშის დროს. ყოველთვის ყველა გუნდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, თუ რამდენი ხანი იმ მოთამაშესთან ერთად დრო გატარებული რამდენი ხანი გაქვს. მოდი ხა საბერძნეთის ნაკრების შესახებ ვისაუბროთ. პირველი ტური საკვალიფიკაციო ეტაპისა საქართველოს სწორედ საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა და ჩვენ სტუმრად დავმარცხდით ერთი ბურთის სხვაობით 27-26. თვითონ დაპირისპირების შედეგიც გვაძლევს იმაზე ფიქრის შესაძლებლობას, რომ ორი თანაბარი გუნდის დაპირისპირება შეხვედრა ვიხილეთ. თქვენ რა შეგიძლიათ საბერძნეთზე გითხრათ? საკმაოდ კარგი გუნდი არის. ისინიც ჩვენსავით კარგად შეთამაშებულები არიან. და ხო, ის მარცხი ძალიან დასანანი იყო, ეს ერთი ბურთით მარცხი. შეიძლება ითქვას, რომ შეგვეძლო გადაგვერჩინა და არ წაგვეკო, თუმცა რაღაც უიღბლობაც იყო ჩართული. ბევრი დეტალი იყო და ემოციური ფონი ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა, ხო? ბოლო წამზე გაგვიტანეს ეს ერთი გოლი, თორემ ძალიან დიდი ნაბიჯი იქნებოდა ის ერთი ქულაც მოპოვებული, მაგრამ მაგას რო თავი დავანებოთ, მოგებაც შეიძლებოდა ძალიან თავისუფლად. აი, მაგ შემთხვევაში უკვე ფეხი-ფეხზე გადადებული გვექნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ამის შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინა დავამარცხეთ. კი, და ამ ორ თამაშს გამოვიყენებდით უბრალოდ შესამზადებლად ევროპის ჩემპიონატისთვის, თუმცა გვიწევს ბრძოლა მაგრამ ყველაფერი წინ არის. აი თუ იყო საბერძნეთის მატჩში გულშემატკივრების ფაქტორი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვიცით რაოდენ სპორტული ერია ზოგადად საბერძნეთი ყველა სპორტის სახეობაში, სხვათა შორის და ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით, ხელბურთის შეხვედრაში ფანების ჩხუბის გამო გასულ წელს საბერძნეთის მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება და დაახლოებით 3 თვის განმავლობაში არც ერთ სპორტის სახეობას გულშემატკივარი არ ესწრებოდა. ხელბურთშიც კი ესეთი ფანები ყავთ და აი საშინაო კედლების ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანი იყო იქ? კი, ყველა თამაში, რა თქმა უნდა, გულშემატკივარი გადამწყვეტლად თამაშობს. ანალოგიურად ხდებოდა იქაც. როდესაც სავსეა დარბაზი გულშემატკივრობს, რა თქმა უნდა, დამატებით მოთამაშესაც კი ეძახიან ხოლმე გულშემატკივარს და ამას რა თქმა უნდა მოვახდინა გავლენა. თუმცა ჩვენი გულშემატკივრის იმედიც გვაქვს ჩვენ. ასე რომ 8-ში ჩვენ საჭირო ვართ ტრიბუნებზე. კი, თავისთავად ისე არ გამოვა არაფერი. აი რა შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრებისთვის
თავარი ბრძოლის იარაღი უშუალოდ ამ დაპირისპირებაში თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. თავარი იარაღი ესე რამე რო გამოვყოთ კონკრეტულად ალბათ რთულია. ალბათ თავარი იარაღი მაინც იქნება მოგების სურვილი. აჰა. იმიტომ რომ ესეთი მნიშვნელოვანი თამაში საქართველოს ნაკრების ხელბურთს არ მახსენება, მე მგონი რომ არც გონია არასოდეს. დაახლოებით რომ შევადაროთ, აი ფეხბურთში საბერძნეთთან თამაში როგორი მნიშვნელობითაც იყო. მეოროთ შეიძლება. აი იგივე მნიშვნელობა აქვს ახლა ჩვენთვის ამ თამაშს. გასაგებია. მოდი ხა ესეთ რამე ვთქვა, გავიხსენოთ, როდესაც საქართველოს ნაკრებმა პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება, იქ ჩვენ გადამწყვეტ მატჩში დავამარცხეთ უნგრეთის ნაკრები. ასე რომ ეს გამოცდილებაც გვაქვს, როგორ უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია. მოდი მაყურებელს აუხსნათ. საბერძნეთის დაპირისპირების შემდეგ საქართველოს კიდევ ერთი მატჩი ელოდება ისლანდიის წინააღმდეგ გასვლაზე, ისლანდიის წინააღმდეგ, რომელიც არათუ ჩვენი ქვეჯგუფის, არამედ მსოფლიო ხელბურთის გრანდია. და პირველი შეხვედრა დასრულდა ისლანდიელების გამარჯვებით 5 ბურთის სხვაობით წავაგეთ აქ თბილისში. მაინტერესებს ეს ისლანდიის ნაკრები, ესეთი გრანდის სტატუსი გასაგებია, თუმცა 5 ბურთიანი უპირატესობა თქვათ არ არის ისეთი უპირატესობა, რომ თქვათ რომ აი გამოკვეთილი ფავორიტი იყო. ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ, ასე რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისლანდიასთან როგორი შანსი გვაქვს. კი, ისლანდიაც მოგეხსენებათ, როგორც თქვით, არის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები მსოფლიოში. და რა თქმა უნდა, შანსები ყოველთვის არის. თუნდაც რომ საბერძნეთთან არ გამოვიდეს, ისლანდიასთან ბრძოლაზე გადავერთებით თავისთავად, მაგრამ რომელი უფრო მარტივია, ეხლა კი ესმის ყველას საბერძნეთის სახში დამარცხება თუ ისლანდიის გასვლაზე. მე ბევრი ფაქტორი იქნება ისლანდიის მხარეს, ასე ვთქვათ. კი, თან დამღლელი მგზავრობა? დამღლელი მგზავრობა კი, ესეც თავისი საბერძნეთთან ემოციური თამაში. ამ ყველაფრის მერე, რა თქმა უნდა, უფრო გაგვიჭირებს საქმეს მიუხედავად. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მაღალი დონის გუნდია ძალიან. კი ბატონო, მე მგონი მსოფლიო გრანდი რა დღემდე. ჩვენ ჯგუფში ჯერჯერობით წაგება არ აქვს. წაგება არ აქვს და გატანილი აქვს 129 გოლი. და გაშვებულია 97 ჩვენ საკვალიფიკაციო ჯგუფში. მოდი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ და აი ეს სტატისტიკური მონაცემიც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ადგილზეა ისლანდია და ვთქვით რა შეფარდება აქ ბურთების, მეორე არის საქართველო, 2 გამარჯვებით, გატანილი გვაქვს 101 და გაშვებული გვაქვს 103 გოლი. ბოსნია-ჰერცეგოვინა მესამე პოზიციაზე 95 გატანილი გოლით და ამ ნაკრებსაც აქვს უარყოფითი ბალანსი, იმიტომ რომ გაუშვა 104 და სხვათა შორის საბერძნეთსაც უარყოფითი ბალანსი აქვს 95 გატანილი და 116 მიღებული საკუთარ კარში. აი ესეთი სტატისტიკური მაჩვენებელი არის თუ არა თქვათ შესაძლებლობა იმისა, რომ ნათლად დავინახოთ ამ გუნდის თქვათ ძლიერი და სუსტი მხარეები. იცით რა შედეგი დადო ერთია, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის, რა თქმა უნდა, ეხლა სხვა გუნდებთან და ერთმანეთში რა შედეგები ჰქონდათ. ეხლა ნახეთ, რომ ბოსნია და საბერძნეთი დაახლოებით ერთი დონის გუნდები არიან, ერთი ბურთის სხვაობით დაამარცხა ბოსნიამ. ნახეთ ისიც, რომ ისლანდია მათზე ძლიერი არის ორივეზე. ორი თავით მაღლა დგას ალბათ. ყველაზე კარგი ორთავდულად ჩვენ გავუწიეთ 5 ბურთის სხვაობით. განაჩინებს უბრალოდ შანსი არ მიცა. კი. აი 32-ით 26 ზლია ბოსნია-ჰერცეგოვინას მაგალითად პირველ ტურში. რამდენად ფიზიკური გუნდი არის საბერძნეთი, იმიტომ რომ ხელბურთში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ეს ფიზიკური სიძლიერე. ხელბურთი ისეთი სპორტია, რომ ყველაფრის ბალანსი გჭირდება, ასე ვთქვათ, ძალა იქნება, სისწრაფე იქნება, ტექნიკა იქნება, შეთამაშება, ყველაფერი ერთობლივად კრებს საბოლოოდ იმას, რომ როგორი ძალის არის გუნდი, რამდენ შეცდომას უშვებს. ყველაფერი გავლენას ახდენს. დაახლოებით მეტნაკლებად არის ჩვენი დონის გუნდი მაინც რა, ამ ყველაფერს ერთად ხო, მაგრამ არ ამგონია, რომ გიორგი ცხოვრებაძის ნაირი ვარსკვლავი ყავდეს. კი. მაინც გონია, მე ვიცახი შედეგების თვალსაჩინო, მაინც გუნდის როგორც გუნდი, მე ფიქრობ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკეთესად შეგვიძლია თამაში და ფავორიტებიც ვიქნებით ალბათ ამ შეხვედრაში. იცი რა მაინტერესებს, ევროპის ჩემპიონატმა ზოგადად როგორც შენ მოთამაშეს რა მოგცა და რა შეგიძლია თქვა გუნდზე, არის თუ არა პროგრესი, თუნდაც მენტალური თვალსაზრისით.
კი, როდესაც პირველად გადიხარ ევროპის ჩემპიონატზე, თუ რომელიმე ტურნირზე, ბევრი ფაქტორია იქ. უცხო გარემო, ნერვიულობა მაინც ასე თუ ისე, პირველად ხარ, გინდა რომ კარგი შთაბეჭდილება დატო. როცა უკვე თამაშობ, იქნებ გამოცდილება ძლიერ გუნდებთან, როგორც აი შვედეთის ნაკრები, რომელსაც უკვე თამაშეთ. უკვე ყველა ვარიანტში იზრდები და ერთ ნაბიჯს წინ რა თქმა უნდა ეს გამოცდილება დაგვეხმარება ახლა ჩვენ რომ უკვე სხვანაირად ვითამაშებთ, სხვა დონის გუნდი ვართ, ახლა მოთამაშეების ინდივიდუალურად ჩემი აზრით უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე ლეგიონერებს ყველას თამაში უწევს პრინციპში ვინც არიან. კი, ყველას თამაში უწევს და ვფიქრობ რომ იმაზე უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით თუნდაც 2 წლის წინ. კი ბატონო 2 წლის წინ. მოკლედ საქართველოს გზა ევროპის ჩემპიონატამდე როცა მიდის საბერს, როცა გადის საბერძნეთზე, გვაქვს კარგი გამოცდილება და იმედია რომ ეს გამოცდილება ფეხბურთიდან ახლა უკვე ხელბურთშიც გადმოინაცვლოს. მე მაინტერესებს ტიტე კალანდაძეს თუ აქვს კიდე რამე ნიძლავი დადებული თქვენთან, იმიტომ რომ რო გავედით, მაშინვე აზიდვების გაკეთება დაიწყო დარბაზში. ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელზე ვსაუბრობთ, თანამედროვე ხელბურთის ნამდვილად ძალიან დიდ ვარსკვლავზე და სხვადასხვა ძალიან პოპულარულ კაცზე ისლანდიაში. აზიდვების სანაცვლეო კვლავ ძალაში არის. ნუ რაოდენობაზე ის გამოთ. შევთანხმდებით რაოდენობაზე, თორემ ის სანაცვლეო ისევ ძალაში არის. მოკლედ უნდა დავაკვირდეთ შემდეგ მათ საფინალო სასტვენის შემდეგ ტიტე კალანდაძე რას მოიმოქმედებს. პრაქტიკულად სატურნირო თვალსაზრისიდან გამომდინარე საბერძნეთთან გამარჯვება ავტომატურად ბოლო დაპირისპირებას ისლანდიის წინააღმდეგ აზრს უკარგავს. კი, უკვე 100% განახდებული გვაქვს გასვლა. ისლანდიას გამოვიყენებთ სავარჯიშს. ძალიან კარგია, მიხარია ეს ამბავი, მარტივი მოცემულობა არ არის, მაგრამ არის ბევრი კონკრეტიკა. აი ამ სურათში საქართველოს ნაკრებს მართლაც შეუძლია რომ გაიმარჯვოს და გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. წარმატებებს გისურვებთ 8 რიცხვში 17 საათზე ოლიმპიურ სასახლეში ყველას გელოდებით. თქვენი მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. გიორგი ლაპიაშვილი საუბრობდა ჩვენთან ერთად პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელბურთის ნაკრების წევრი, რომელიც წარმოადგენს ბათუმის კლუბს. ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ, ძალიან მალე დაგიბრუნდებით სანდრო თავარდქილაძესთან ერთად. ის არის მრბოლელი და მას ძალიან საინტერესო ამბები აქვს ჩვენთვის მოსაყოლი ევრონასკარზე. მან დათა ქაჯაიასთან ერთად იასპარეზა სხვადასხვა კლასში, დათა მოიგო ოქროს მედალი, სანდრო დასჭერდა ვერცხლს, ასე რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ახლა უნდა ვისაუბროთ ავტოსპორტის შესახებ, თუმცა სანამ ჩვენ სტუმართან სანდრო თავარდქილაძესთან გავაგრძელებთ საუბარს, მინდა შეგახსენოთ მნიშვნელოვანი ამბავი, ევრონასკარის შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა 2 ქართველმა მრბოლელმა, დათა ქაჯაია ჩელენჯერის თასის გამარჯვებული გახდა, ხოლო სანდრო თავარდქილაძემ მასტერსის თასზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ეს არის საკმაოდ მაღალი რანგის შეჯიბრება, თუმცა ყველა დეტალის შესახებ ახლა სანდროსთან ერთად ვისაუბრებთ. გილოცავთ პირველ რიგში, გილოცავთ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას და იქ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს. მე მგონი მთავარი მაინც ეგ არის, იმიტომ რომ მაქედან იწყება მერე ზოგადად დიდ ქვეყნებში და დიდ რბოლებში მონაწილეობა. რა ტურნირია ეს ყველასთვის, რომ მარტივი გასაგები იყოს და რა შესაძლებლობებს იძლევა? მადლობა კიდევ ერთხელ მოლოცვისთვის და მოწვევისთვის. ეს არის ევრონასკარის ჩემპიონატი. ნასკარი დიდი ალბათობით ბევრ ადამიანს გაუგია, ამერიკიდან არის ცნობილი ეს სარბოლო სერია. თუმცა იქ უფრო ძირითადად წრიულ ფორმატში ტარდება, ანუ წრეზე დადიან ავტომობილები მაღალი სიჩქარით. ამ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატიც გააკეთეს უკვე დაახლოებით 10 წელია ნასკარში და უბრალოდ აქ არის წრიული რბოლის სახით, ანუ როგორც ფორმულა 1 სხვადასხვა მოსახვევებიან ტრასაზე ტარდება მეორე ეტაპი, რომელსაც მერე ჩემპიონატის სახე ეძლევა. მე როგორც ვიცი, ხა ვალენსიაში იყო 14 მოსახვევიანი ტრასა. მაგრამ კალენდარში ერთი წრეც გვაქვს. ერთი წრიულიც არის. ძალიან კარგი. როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება რომ აქ ჩაერთოთ და ეს ტურნირი რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება, მე გამარჯვებული როგორ ვლინდება და ასე შემდეგ ეს ბევრი დეტალი უნდა ვიცოდეთ ჩვენ. კი ბატონო, ბოლო წლებში ევრონასკარმა პოპულარობა მოიპოვა და ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სერია გახდა ევროპაში და სწორედ ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ რომ რატომაც არა, შეგვიძლია ქართველებს რომ
მოწინავე პოზიციები დავიკავოთ და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ამ სერიაში მიგვეღო მონაწილეობა. ჩემპიონატის პირველი ეტაპი უკვე გაიმართა, როგორც ვთქვით, დარჩა 6 ეტაპი, ჯამში 7 ეტაპი არის და საბოლოოდ გამარჯვებული წლის ჩემპიონი გამოვლინება ქულების დაჯამებული ჯამში. ქულები. 5 რბოლაზე არის ჩვეულებრივი ქულები, ბოლო რბოლაზე არის ორმაგი ქულები, რათა მიეცეს საშუალება, რომ ბოლომდე დარჩე ჩემპიონატში და აზარტი რომ შეინარჩუნოს. მოგეცეს შესაძლებლობა რომ გახდე ჩემპიონი. უბრალოდ ეს დავაზუსტებ 14-ის მაგივრად 13 მოსახვევი ყოფილა ვალენსიას ტრეკზე 4 კილომეტრი სიგრძე. ავტომობილებთან დაკავშირებით რის თქმა შეგიძლია, რომელი ავტომობილები არის თქვა დაშვებული ევრონასკარში? კი ბატონო, ავტომობილები ესე brand-ი არ არის, არის ხო შეკრული ავტომობილია, რომელსაც არც ერთ ბრენდი არ აწარმოებს, უბრალოდ მე გარედან ადევს პლასმასი და შეგიძლია იყოს სხვადასხვა ბრენდის ვიზუალი. ანუ ჩონჩხი ეკეთდება და მე იკუთება სპონსორიდან გამომდინარე. რამდენიმე ვარიანტი არის Toyota, Chevrolet, ძრავის მოცულობა მანქანების ის არის და იაპონური. ძრავის მოცულობა არის 5-დან 0. 5-დან 0 ძრავი და ეს ევრონასკარის მიერ წინასწარ შედგენილი წესების მიხედვით, თქვათ რა არის მაქსიმუმი და რა არის მინიმუმი? ყველა ავტომობილი არის ერთნაირი. ერთი და იგივე აბსოლუტურად. ძრავი, კარკასი, დაკიდების სისტემა, კოლოფი, ყველა არის identური. მე იქ პატარა ჩარევებით შეგიძლია შენ თავზე მოიგო ეს ავტომობილი და ვინ უკეთ შეძლებს ამას, მაგის მიხედვით მისი მანქანა იქნება საუკეთესო. რაც უფრო კონკურენტულ უნარიანს ხდის ამ ტურნირს და მეტად უფრო დაძაბულს. მეტ შანსს აძლევს ახალ ბედებსაც და შედარებით ფინანსურად ხელმისაწვდომია ყველასთვის. გასაგებია. მე მაინტერესებს ახლა კონკრეტული მოდიფიკაციების შესახებ თქვა კითხვების დასმას მე მგონია რომ არა აქვს აზრი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დეტალში უნდა შევიდეთ, მაგრამ აი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ახსენე რომ იდენტური ავტომობილებია, იდენტური მონაცემებით, მაგრამ ყველა მერე თავის თავზე ირგებს. აი შენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც აი ესეთი შინაარსის ტურნირზე გადიხარ? რა თქმა უნდა, მანქანის მორგება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მანქანასთან ერთად თუ არ იგრძენით თავი ერთხელად, მაშინ მოგებისთვის ბრძოლა ძალიან რთულია. პირველ რიგში გვინდა რომ ამას მივახციოთ, ჯერჯერობით ახალი ტექნიკა არის ეს ჩვენთვის და ალბათ რამდენიმე რბოლა მაინც დაგვჭირდება, რომ ბოლომდე შევისწავლოთ და მოვერგოთ და. მე ამ ყველაფერს რო გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩავერთოთ მაინც, თუ ვერ მოვიგეთ, შანსი მაინც უნდა გქონდეს და. რა თქმა უნდა, დანარჩენი ჩვენზე არის დამოკიდებული მე როგორ რაც შეეხება კონკურენტებს, თქვა თუ არიან ცნობილი სახეები, თუნდაც აი დათა ქაჯაია რო გამასპარეზობდა დაახლოებით 5-6 წლის წინ იმ ტურნირზე. ერთი წარმომადგენელი ყავდა იტალიის ფორმულა 1-დან და ყოფილი ფორმულა 1-დან და თქვენი თქვა ტურნირი თუ არის ესეთი ვარსკვლავური ან ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული? ძირითადად არის ძლიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, მაგრამ რამდენიმე ძალიან გამოცდილი და სწრაფი პილოტი არის, უკვე ვისაც აქვს. მაგალითად ერთ-ერთი არის ივან მიულერი, რომელიც ძალიან დიდი ხანი ავტოსპორტში არის, ძალიან ბევრი ქარხნის გუნდის პილოტი იყო და 4 გზის მსოფლიო ჩემპიონია ტურინგ-კარში. ტურინგ-კარში. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისტორიაში ტურინგ-კარში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პილოტი იყო და ჯერჯერობით აქ ვერ იგებს. იმიტომ რომ მისთვისაც ახალია ეს. გასაგებია. მორბიდელი იყო ის გვარად, მორბიდელიც იყო და ვერნეიც იყო, მე ვერნეიც იყო. ოღონდ ვერნეი ყველა ეტაპზე არის. ხო. და მაგიტო ეს მორბიდელი უფრო სტაბილური იყო, აუდით გამოდიოდა, ხო და სხვადასხვა აი მე როგორც დილეტანტი ხარ, როგორც მაყურებელი, მაგად მოსახედიდან ვამბობ, თითქოს ქონდა მის ასპარეზობას რაღაც გამორჩეული თქვა სტილი და ხო ცოტა უფრო მეტად აგრესიული და ასე რო ატარებ იმის მერე სხვა მანქანა იმდენად ნელი გეჩვენება და მარტივი რო ხო არის ეს სხვაობას. რა მაინტერესებს ავტოსპორტი არის ძალიან ძვირიანი სახეობა სამწუხაროდ და არ არის ხელმისაწვდომი ბევრი რამ. საქართველოში რეგულარულად ტარდება გარკვეული შინაარსის ტურნირები, გარკვეული მოდიფიკაციის ავტომობილებით და ასე შემდეგ. შენ საქართველოს არაერთგზის საუკეთესო მრბოლელად ხარ დასახელებული, ანუ შიდა ასპარეზზე ჩვენ შენი რესურსი ვიცით.
მაგრამ აღმოჩნდა რომ შენი შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე საკმაოდ ძვირად ფასობს, იმიტომ რომ მეორე პოზიცია დაიკავე პირველივე ეტაპზე. აი რა გაგიჭირდა ყველაზე მეტად და თუ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს რაღაც ქართველებისთვის ისეთი სპორტის სახეობაა, როგორც რაგბი ჩვენი თამაშიასნაირად. პირდაპირ ვიტყვი რომ ძალიან კარგად გამოგვდის. მაგრამ ბოლომდე რომ გამოვავლინოთ პოტენციალი, რა თქმა უნდა, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, მათ შორის, ფინანსები, იმიტომ რომ ყველაზე ძვირიანი სპორტია უდავოდ. ჩოგბურთზეც კი? კი, ჩოგბურთზე ბევრად თან ალბათ. თუ საუბარია უკვე ძალიან მაღალ კლასებზე, როგორც არის ფორმულა 1 და ლემანი, იქ მილიონებზეა საუბარი და ჩვენთვის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ის, რომ რა ტექნიკითაც ტარდება შეჯიბრები ევროპაში, არ არის საქართველოში ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი და ადგილობრივად ვერ შეძლებ ვარჯიშს. იქ ევროპელები, რა ვიცი, ყოველ შაბათ-კვირას, ყოველ კვირაში, შუა კვირაში ახერხებენ, მიდიან ტრეკზე, ვარჯიშობენ და ბოლომდე წურავენ მანქანის შესაძლებლობებს და ერგებიან. და ჩვენი პრობლემა ძირითადად ამაში მდგომარეობს ხოლმე. ვერ ვართ ტექნიკასთან ახლოს. და ცოტა შორს ვართ, მე მგონი, აი სარბოლო ტრასებისგან, რომ ვთქვათ, პრაქტიკა გქონდეს მაღალ დონეზე. ჩვენც გვაქვს კარგი სარბოლო ტრასა, რუსთავის ავტოდრომი, სადაც ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ვარჯიში, მაგრამ ისევ იმასთან მივდივართ, რომ არ გვყავს ტექნიკა, რომელთაც შეიძლება აქ ივარჯიშო და იქ იგივე დაგხვდეს. ანუ ყოველთვის გვიწევს, რომ ჩასვლისას ახალ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ახალი გამოწვევები. როცა უკვე ვეჩვევით და შეგვიძლია რომ შედეგი ვაჩვენოთ, ჩემპიონატი მთავრდება. მაგ დროს სრულდება ჩემპიონატი. გასაგები, ანუ პოტენციალი საქართველოს ამ თვალსაზრისით ნამდვილად გააჩნია. კი, ეხლა რამდენიმე ბავშვიც არის კარტინგში მონაწილეობენ. რაღაც აქვს შესაძლებლობა რომ ივარჯიშონ, ზოგი საცხოვრებლად არის გადასული ევროპაში და შედარებით შედეგებიც აქვთ. მათე კობახიძე, ლადო კუხიანიძე პოდიუმზე არიან ევროპის ჩემპიონატებზე და მათ აქვთ მომავალი და ჩვენც რავი ვეცდებით ჩვენი მხრიდან რომ ნასკარის ჩემპიონატი მოვიგოთ. ხო, აი მნიშვნელოვანია თქვათ ეს საერთაშორისო ასპარეზი ყველაფერთან ერთად ეს არის შესაძლებლობა ხო ზოგადად მე კარიერის დაგეგმვის. აი ამ თვალსაზრისით თქვათ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? აი რა შეიძლება რომ თქვათ აქ წარმატების მიღწევის შემდეგ იყოს მომდევნო ნაბიჯი თუნდაც შენ კარიერაში? კიდე ერთი მიზეზი რატომაც ნასკარი ავირჩიეთ არის ეგ, რომ მომდევნო ნაბიჯები შედარებით მარტივია, რადგან ამერიკული სერიაა და ზოგადად ამერიკაში უფრო მარტივია სპონსორი შოვნა ნასკარის სერიაში, ვიდრე ევროპაში. ევროპაში უფრო ფულს აქცევენ ყურადღებას, ანუ შენ უნდა მიიტანო ეს ფული. ამერიკაში და ნასკარში შეიძლება თვითონ ყავდეთ სპონსორი, თუ მაგარი ხარ, თავის გუნდში მიგიყვანონ და დაგსვან. ამიტომ ეგ არის სწორედ ჩვენი მიზანი, რომ ნასკარში ეხლა თუ მივახცევთ წარმატებას და მომავალ წელს გავაგრძელებთ და კიდე წარმატებას ნახავთ იქ, ში რა თქმა უნდა, მე გვექნება შანსი, რომ თუნდაც ამერიკაში გავაგრძელოთ ნასკარის ჩემპიონატში მონაწილეობა, რაც უკვე ძალიან მაღალი დონეა ევროპასთან შედარებითაც კი. და ანუ ეს ამერიკული ნასკარი ესეც ერთწლიანი შეჯიბრია, რამდენიმე ეტაპი ყოველ წელს ახდენ იწყება რამდენიმე ეტაპიანი ჩემპიონატი. გასაგებია. შენ წრიული რბოლა ახსენე და თქვი რომ ერთი ევროპაში იქნება ასეთი, აი საყურებლად ოვალი, ხო. ხო, ოვალი. საყურებლად ჩემთვის ძალიან უინტერესო რამე არის, იმიტომ რომ მე კარგად ვერ ვერკვევი და ეს ხმა მაღლა ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ ბევრი არის ჩემნაირად საქართველოში მოწონს ასპარეზობის ყურება, მაგრამ აი ეს ოვალზე ტრიალი მაინც და მაინც თქვათ მისაღები სანახაობა არ არის. რა სპეციფიკა აქვს ამას? აი არის თუ არა თქვათ განსხვავებული მომზადება საჭირო, როდესაც გამოდიხარ ოვალზე და არა თქვათ ისეთ ტრასაზე, სადაც ბევრი მოსახვევია. რა თქმა უნდა, საერთოდ სხვა რამე არის. არც მე არ მივლია არასდროს, არც მიყურებია ლაივში. ჩემთვისაც ჯერჯერობით უინტერესოა, მაგრამ ვინც ყოფილა ამერიკაში და დასწრებია ამ ღონისძიებებს, ადგილზე ბევრად უკეთესია საყურებლადო, იმიტომ რომ კამერაში არ აღიქმება ისე სიჩქარე და ლაივში ახლობით 400 კმ/სთ ურტყავენ იმ წრეს და ის მთელი ენერგია იგრძნობა და პირველ რიგებში ვინც არის ხმები ეჩეჩება. ეს ყველაფერი შენზე გადმოდის და ოვალის შემთხვევაში მანქანაც ხონერად უნდა მომზადდეს, იმიტომ რომ ერთ მხარეს არის მარტო მოსახვევები, დახრილი არის ოვალი და ნუ შენი ტარების სტილი უნდა შეცვალო და აი ნახოთ ეხა პირველად მოგვიწევს და როგორ მოვერგებით და როგორ მოგვეწონებთ. რომელ ქვეყნებში არის ეს ეტაპები? ჩანიშნული კიდე 6 უნდა იყოს, ხო, როგორც თქვი?
6 ეტაპი დარჩა, იტალია, ბრიტანეთში არის შემდეგი. Silverstone-ზე ხო არა? Silverstone-ზე არ არის, მაგრამ საკმაოდ პოპულარულ ტრეკზე არის, ბრენცეთში ქვია, სადაც დაახლოებით 100,000 მაყურებელი ესწრება ხოლმე NASCAR-ის რბოლას. კიდე არის ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიაში და ჩეხეთში. აქ აი სანამ დავასრულებთ ახლა ჩვენ მაგარი დონის ტურნირები საქართველოში არა ბევრჯერ არა, მაგრამ გვინახავს თუ გვაქვს რესურსი დღეს თუნდაც მენეჯმენტის თვალსაზრისით ინფრასტრუქტურის რომ აი მსგავსი სერია თქვა ერთი ეტაპი ჩატარდეს აი თუნდაც რუსთავში. რა თქმა უნდა გვაქვს და სურვილიც არის და რაღაც ნაბიჯებიც გადაიდგა. სხვათა შორის იქიდანაც არის დაინტერესება თვითონ NASCAR-ის სერიისგან, ჩვენგანაც დიდი ინტერესი არის, რომ როგორც TCR-ი მაშინ დათა რო იღებდა მონაწილეობას ჩატარდა საქართველოში, მოხდეს ეგრე, რომ ქართველი პილოტები თუნდაც მომავალ წელს რო გააგრძელებენ NASCAR-ის სერიაში მონაწილეობის მიღებას, ერთ-ერთი ეტაპი გაიმართოს საქართველოში, ან რუსთავის ავტოდრომზე, ან რამე სხვა ალტერნატივა თუ იქნება. სხვათა შორის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ TCR-ი რაც ვახსენეთ ჩვენ დათა როცა მონაწილეობდა პირველი ეტაპი იყო რუსთავში, პირველ ეტაპზე დათამ გაიმარჯვა და სულ სხვანაირად დაინახა მაყურებელმა ეს ტურნირი. მერე იყო პირდაპირი ტრანსლაციები ერთ-ერთ კომერციულ არხზე და სხვათა შორის მაყურებელი წყავდა, იმიტომ რომ ამ პირდაპირ ტრანსლაციას გადაცემა უძღვოდა წინ და იმის თქმა მინდა რომ ეს ამ ფორმულირებით მიწოდებული პროდუქტი მაყურებლისთვის გახდა საინტერესო. ვერ გეტყვით რომ კომერციულად გამართული პროექტი იყო, იმიტომ რომ საქართველოში სატელევიზიო ბაზარი არ არის ისეთი ძლიერი რომ ამხელა დონის თქვა ტურნირით წამოიღოს და მერე მოგებანახოს, მაგრამ ზოგადად მაყურებლისთვის აღმოჩნდა რომ იყო ძალიან საინტერესო. კი, ზოგადად ავტოსპორტი არ არის მარტივი სპორტი. ხალხი რო დააინტერესო ამ სპორტით, შიგნით უნდა ჩახედო დეტალებში და ბოლომდე უნდა აჩვენო რა ხდება იქ, რატო ხდება, რატო შეიძლება მანქანა განსხვავდებოდეს, რატო შეიძლება იმის საბურავი მალე ცვდებოდეს, არ ცვდებოდეს და ამ ყველაფერს რო აჩვენებ მაყურებელს, ინტერესი მატულობს და მატულობს. ეხლა NASCAR-ის პირდაპირ ეთერი არის ერთ-ერთ არხზე და სხვათა შორის საკმაოდ ბევრი ხალხი უყურებს, ციფრები რო ვნახეთ, ჩვენს გაგვიკვირდა და ზოგადად ავტოსპორტის მიმართ ინტერესი იზრდება მსოფლიოშიც, საქართველოშიც და ვფიქრობ, რომ ეტაპის აქ ჩატარების შემთხვევაში და პირდაპირ ეთერის ქონის შემთხვევაში შეგვიძლია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დავაინტერესოს კიდევ. და მაგას ემატება კიდე ჩვენი რაღაცნაირი დამოკიდებულება, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მისამართით, ავტოსპორტს კი არა, სუმოს უყურებდით დილის 4 საათზე და წესები ვისწავლეთ და ავტოსპორტი გაცილებით კარგი საგახაობაა. უსამართლობა გამოგვდის მით უმეტეს, როცა ჩვენი წარმომადგენელი მიდის სადმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. და რო აჩვენებს რომ უფრო მაგარია. ძალიან დიდი მადლობა სანდრო თავართილაძე იყო ჩვენი სტუმარი. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ გავაშუქებთ აუცილებლად ყველა თქვენს ეტაპს და დარწმუნებული ვარ რომ მოგვიწევს გამოცხადება იმის შესახებ თუ როგორ გაიმარჯვებს. აუცილებლად. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით.